კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილან შვიდობი. აი ზესავით გამოანათაო, ხლა აი ამ კადრზეა ნათქვამი ლიკუნა. მადლობა ძალიან დიდი. ხარ და ყველაფერთან ერთად, აი ყოველ 4 შაბათს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გემრიელი კერძები დაბაგემოვნოთ ხოლმე შენთან. ხო, ამას ვენაცვალე მე, როგორი ბედნიერი 4 შაბათები გაქვთ და როგორ მაგლიჯავთ ნერვებს, ნეტა იცოდეთ რა. ზურა ხშირად მithოვე ხოლმე დღის გაცვლა. დღეს როგორც უკვე მაყურებელს ვუთხარით, მოვამზადებთ სუფხარჩოს და ასევე მოვამზადებთ ძალიან მარტივ დესერტს, შტრუდელი, ის თუ აი შარლოტ, აი რაღაც ამ სტილში დარიჩინი და ვაშლით, რომელისთვისაც არც ცომი არ დაგჭირდება, ხო, კი ბატონო. მას მარტივად აეროგრილში მოვამზადებთ და რაც შეეხება სუფხარჩოს, მე ხო სულ ვამბობ, რომ ესე ურთხიან კერძებს არასდროს არ ვაკეთებ მეთქი, მაგრამ მე მგონი სუფხარჩო არის ერთადერთი, რომლის მომზადებასაც ვიწყებ წინასწარ, რადგანაც ზედმეტი რაღაც ცხიმის დამატების გარეშე წინასწარ მოვხარშავთ ხოლმე კარგად ხორცს და როგორც ხედავთ, ისეთი ცოტა ძვლიანი, ცოტა ცხიმიანი ხორცის ნაჭრები გვაქვს და როდესაც მოიხარშება და კარგად ეს ბულიონი მეორე დღეს გაგრილებული დაგხვდება, ამას პირდაპირ ვიღებთ თავისივე ცხიმს და ამაში ვაგრძელებთ მერე ყველაფრის მოთუშვას. ეს არის ცხიმი არის, კი, გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ნაწილი. რატო დამსვი აქ? მე რატო დამსვი ხალხთან ახლოს? იმედი მაქვს ლიკუნა ვაჩვენებ დანით დაჭრა ხახვი და კი და ნახე ესე ვაჩვენებ არ წავიყვან თეთრს. ესე ვაჩვენებ და აღარ გავაგრძელებ ამის მოთუშვას შემდეგ შეგანების დროს გავაგრძელებ კი ბატონო. სწორედ ამიტომ მოკლედ ამ ბულიონს ვამზადებთ წინასწარ და დანარჩენი რაც ჩვენ დაგვჭირდება ეს არის, მოდი ესე გადმოვდგათ. ეს არის ხახვი, ერთი 2 თავი ხახვი დაგვჭირდება ამისთვის, ასევე დაგვჭირდება ერთი 4-5 კბილი ნიორი, დაგვჭირდება წიწაკა, დაღერღილი, დაგვჭირდება უცხო სუნელი, დაგვჭირდება ასევე კინძი, რა თქმა უნდა, მარილი, დაფნის ფოთოლი, დაგვჭირდება ტომატ პასტა და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ სტუდიას ალამაზებს გუდვილის სტენდი, რომელზეც განთავსებულია გუდვილის 3 ექსკლუზიური ბრენდი იტალიიდან, კოპი, დი მარტინო და ფარკიონე. ფარკიონე წარმოადგენს გუდვილის ბრენდს, ეს გახლავთ იტალიური ბრენდი, რომელსაც აქვს 2 სახეობა გაფილტრული და გაუფილტრავი ზეთები, აქედან 2-ვე გამოიყენება სალათებზე მოსასხმელად და თუნდაც ნებისმიერი კერძისთვის და ყველაზე კარგი გამოსავალი არის ზეითუნის ზეთი ნებისმიერ კერძში. და ასევე, რა თქმა უნდა, ხორცი, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს დახლზე, ამ შემთხვევაში, ქართველი ფერმერებისაგან მოწოდებული ხილბოსტნეული და ხორცი და სხვადასხვა პროდუქტები აუცილებლად გადის ლაბორატორიულ შემოწმებას თავად გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლზე და მხოლოდ შემდეგ ხდება ჩვენს კერძებში. კი ბატონო. და რადგანაც ტომატი ავიღე, უნდა გავაგრძელო მოყოლა ამ შენ. მოდი შენ. კარგად. რომ ცნობილი გამხსნელი ვარ. კი. და ხელის კრემი არ წაგესნა. ვერა. ეცერამ, არა, всё, მორჩა, რას ქვია შეგენაცა, თუ არა და ვასკაცაკა იმას ვთხოვდი. ძალიან კარგი, რა კარგია, ქვია ამ ბრენდს, რომელსაც ჩვენ ტრადიციულად სამზარეულოში ვიყენებთ და ეს არის გუდვილის ბრენდი, რომელსაც აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქტების ასორტიმენტი, ასევე აქვს ბრინჯი, კინოა და ასე შემდეგ და დღეს გვაქვს ასევე ნახეთ გუდვილის სუნელები, სიახლე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ხოლმე. კი და გამოვიყენებთ ხარჩოს სუნელს. გემოებს მოკლედ მოწოდების სიმაღლეზე აყავს. და სუნელები ტყუილად არ ვახსენე, რადგანაც ხახვთან, ნიორთან და ტომატთან ერთად აუცილებლად უნდა მოვშუშოთ სუნელებიც. აი ეს გემოები ისე ეხსნება და უჯდება სწორედ, როდესაც ტაფაზე ამ ყველაფერს კარგად მოვწალავთ და შემდეგ უკვე ბრინჯთან ერთად ნიგოზე შეგიძლია მიირთვა, მაგრამ მრგვალ ბრინჯს თუ მომიძებნი, მრგვალი ბრინჯი მჭირდება ჩვენი სუფხარჩოსთვის. მაცივარში ხომ არ არის რამე ისეთი რაც უნდა ვიცოდეთ? მაცივარში არბორიო არა ლიკ? კი, არბორიოც იგივე. მაცივარში შეგიძლია რომ მოვათავსოთ კარაქი, რათა არ დაგვიდნენ ჯერჯერობით არ გვჭირდება. და შევინახავ დროებით. მოვძებნე და ეხლა ისევ დავმალო. გვეგულება ხოლმე ლიკუნა და კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი,
იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ვიცი, ლიკა, აქ რო დავჯდე, ხელს ხო არ შეგიშლი, მოდი პირდაპირ კითხვას დაგისვა. მე არ შემიშლი, მაგრამ რაღაც არ მინდა რომ შეწუხდეთ აი ამ ხშირვაში. იცი რა, ამ შემთხვევაში ხახვი რადგანაც მოთავებული აღარ შევწუხდები, ამიტომ მოდი ხა დავჯდები და თუ მივხვდი რომ ხელს გიშლი, ავდგები. არა, მე მე ვიცახდი რომ საერთოდ წავალთ, მაგრამ არა, არ წახვიდეო. მე ნამდვილად არ მიშლი. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ პირიქით. ნაწილიდან და ადგილიდან წასვლა იქნება. ხო, მილამაზებთ სამზარეულოს და მიადვილებთ ფუსფუსს. ჩვენ როგორც უკვე მაყურებელს ვუთხარით, ვამზადებთ სუფხარჩოს, რომელიც პრინციპში თითქმის მზად არის და აქ მოიხარშა უკვე ჩვენი ხორცი ბრინჯთან ერთად და აქ მოვშუშეთ ხახვი ნიორთან, ტომატ პასტასთან და ყველა საჭირო სუნელთან ერთად, როგორც ხარჩოს სუნელი, ქინძი, უცხო სუნელი, მოკლედ რასაც ამატებთ, წიწაკა და პარალელურად ასევე ვამზადებთ ძალიან მარტივ დესერტს. ამისთვის კი გამოვიყენეთ ესე ბებოს ლავაში, რომელიც პირდაპირ უბრალოდ გავშალეთ და გადავუსვით ზემოდან დაბლენდერებული ხაჭო, მხოლოდ და მხოლოდ და შემდეგ უნდა დავამატოთ ვაშლი, რომელიც გავთალეთ, დავჭერით და შევბრაწეთ დარიჩინთან და შაქართან ერთად. აი, შენგენაცვალე. მოდი, ამ ეტაპზე იყოს ეს და სანამ კიდევ უფრო დეტალურად ნოტები ტრიალებს ხოლმე იქ სადაც. არა, აქ ახლა მეგრული ნოტები. ხარჩო, მეგრული არა. ხარჩო. სხვა რამეა ხო. ანუ მე მგონა ამაზე თქვი და ცოტა დავიბენი. ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი კერძი და წვნიანი ყველაფერთან ერთად. ისე წვნიანებს ვიცი რომ ძალიან სწყალობ. კი, მე მიყვარს წვნიანი. გიყვარს. ზამთარში მით უმეტეს ალბათ წვნიანი. ზაფხულში აკროშკაზე ვგიჟდები. აი, მიყვარს, ძალიან მიყვარს და კი და ზამთარში მაწვნის სუპი გიყვარს? მაწვნის სუპი ძალიან მიყვარს, კი ბატონო, ჩიხირთმა ხო ძალიან მიყვარს. ჩიხირთმა მეც ძალიან მიყვარს. ზოგადად ეს ბულიონები. რა გინდა ეს? აი, რატო გააღვიძე ჩემი რეცეპტორები? ტყვილი სუპი თუ გიყვარს, ტყვილი. უყვარდა ბახში უყვარდა. კი, 90-იან წლებში კი შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ გავრცელებული, დამკვიდრებული კერძი იყო გამომდინარე სოციალური მდგომარეობიდან კი ოჯახებისა. მოკლედ, რადგან ლიკუნა დღეს წვნიანს გვიმზადებს, მე გადავწყვიტე მომემზადებინა ძალიან საინტერესო ამბები მსოფლიოში ცნობილი წვნიანების შესახებ და მოკლედ თითოეულ ქვეყანას წვნიანის მომზადების თავისი უნიკალური რეცეპტი აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა და დღეს ჩვენ სიამოვნებით ვაგემოვნებთ ხოლმე. მოკლედ, გამოცემა CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო წვნიანები დაასახელა და ერთად შეგვიძლია რომ ახლა გადავავლოთ თვალი. საინტერესოა აი მსოფლიო გამოცდილებას და წვნიანებს, კერძებს თუ გადავავლებთ თვალს. თქვენთვის გამოირჩევენ. კი ბატონო, აბადანით. და მოხდა რა ამ ჩამონათვალში. აბამით. ერთ-ერთ წამყვან ადგილს მაყურებელს ვეთქვი რომ უკრაინული ბორში იკავებს, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჭარხლით, კომპოსტოთი და ასევე ხორცით მომზადებული ამ კერძის ფერი და გემო დაუვიწყარია და ამაში ნამდვილად ვეთანხმები. ამ კვლევებს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წელს იუნესკომ ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც ოფიციალურად შეიტანა ბატონო და ბორში მეც პირადად ძალიან მიყვარს და არა თავის ხასხასა ფერით და ხორცის გარეშე კიდევ უფრო მეტად. კი ბატონო. აბა ნახოთ ტყვილი ბორში თუ მოხდება ამ შემთხვევაში. ბორში ამ სახით მოხდა ყოველ შემთხვევაში. მე ვიცი რომ ერთი ჩვენი კერძი აუცილებლად მოხდა წვნიანი. არ ვიცი, აი ახლა მე გავაგზავნებ ჩამონათვალს და მივიდეთ მაგამდე. ესე იგი საკმაოდ პოპულარულია ნიგერიის ტრადიციული წვნიანი, სახელწოდებით ბანგა. მას საქონლის ხორცით გამომშრალი, ზღვის პროდუქტებით, პალმის ხის ნაყოფითა და ზეთით ამზადებენ. ადრე თურმე ბანგა სამეფო კერძად ითვლებოდა, ბანგა სამეფო კერძად ითვლებოდა, რომელსაც მხოლოდ მეფეები სამეფო კარზე მყოფი ადამიანები მიირთმევდნენ. განსაკუთრებულ არომატს წვნიანს სუნელების სპეციალური ნაზავი ანიჭებს, რომელსაც ადგილობრივი მცენარეებისგან ამზადებენ. იცი რა არის? აი ამ შემთხვევაში უკვე ჩემს სამეგრელოს მოვიყვანდი მაგალითად სუნელები რა არა და ჩვენ რო ვიცით, თან ცოტა მხარი გამირბის ესე დროს, ხო იცი? სამეფო კარზე ეგ სუნელები არ გაუსინჭავთ ხო და თუნდაც ჩვენ სამეფო კარზე აგემოვნებდნენ მაგას სამაგიეროდ, დიახ.
ნამდვილად. ესპანელებს განსაკუთრებით უყვართ რა თუ არა გასპაჩო. აბარა. ცივი წვნიანი, რომელიც წარმოშობით ანდალუზიიდან მოდის, მოგეხსენებათ და ზაფხულის აი მცხელ დღეებს განსაკუთრებულად უხდება. მისი კლასიკური შემადგენლობა გამოიყურება შემდეგნაირად: პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, ზეთი, ძმარი და პურის ის ნამცეცები, რომელიც აი ამ ძალიან ამ სტრუქტურას შემდეგ უკვე სქელ კონსისტენციას ანიჭებს. კრემისებს, კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგი ეს არის ვიეტნამური წვნიანი, სახელად პოკი. და დიდი ხანია რაც ქვეყნის სავიზიტო ბარათია პოკი, მას საქონლის ან ქათმის ხორცით, ბრინჯის ლაფშით, სუნელებით, თევზის соусით, ხახვითა და ნივრით ამზადებენ. აღსანიშნავია რომ კერძის მომზადებას ხშირად 4-დან 10 საათამდე დრო სჭირდებაო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიდი ხნით ხარშვა მას უფრო გემრიელს ხდის. აი პოკი არ ვიცი, მაგრამ ალბათ 10 საათი თუ ხარშვა შეგენესვალეთ. წვნიანი კი არა, მე გამოგჭირდები. გაუსინჯავთ თორე აი გემოების თამაში რომელ ასე ვთქვათ წვნიანშია. აბა. ამდენი ხანი რო ხარშავ კოლაგენია, მე კოლაგენი. აქედან გამომდინარე. კოლაგენი, რომელიც ასე საჭიროა. სოტო, ბატონო, არის ესეთი ტრადიციული ინდონეზიური წვნიანი და აღსანიშნავია, რომ მისი ასე მეტი განსხვავებული ვერსია არსებობს, წარმოიდგინე. თუმცა, აი ამ კლასიკურ შემადგენლობაში ქათმის ან საქონლის ბულიონი, ბრინჯი, კვერცხი, ნიორი, ხახვი და სუნელები შედის, რომლებიც კერძს ძალიან სასიამოვნო გემოსა და არომატს აძლევს. და ესე გამოიყურება ახლა ეს წვნიანი მაყურებელიც ხედავს. კარგი რა. ამ სუფხარჩოს ტყემალი აკლია ერთადერთი და უკვე მზად იქნება ძალიან მალე. ბოლო აკორდი შეიძლება. აუ ლევან სადარხარ რა. სანამ ვაგრძელებთ ხო? არის კიდე წვნიანები. ვაგრძელებთ, უბრალოდ ვერ ცოტა დამუნჯდეთ. მე იმას ვიზამ, რა ქვია, შევახვევ მანამდე რულეტს. შენ რულეტი შეახვევ, უბრალოდ მანამდე ჩვენ სუნელებზე ვსაუბრობდით და ჩვენ თავს ვიწონებთ ჩვენი სუნელებით რა და ეს მინდოდა რომ ამეღნიშნა. კი ბატონო. სუნელები აქტიურად არის ჩართული ჩვენს კერძებში და სუნელები, რომელიც ასე ძალიან მოგწონთ, გუდვილის სუნელების ხაზი არის, სიახლე არის, ნახეთ როგორ ლამაზად და კომპაქტურად გამოიყურება, ძალიან კარგი შეფუთვა აქვს ისეთი, რომ სამზარეულოში მარტივად იპოვით. დღეს რა თქმა უნდა გამოვიყენეთ ხარჩოს საკმაზი. და ასევე გამოვიყენეთ რაკარგიას ბრენდის ბრინჯი, ამ შემთხვევაში არბორიო, რომელიც მრგვალი არის და უფრო მეტი სახამებელი აქვს და გვჭირდება იმისთვის, რომ ესეთი სიბლანტე შესძინოს ჩვენ წვნიანს და ზოგადად რაკარგი აქვს თავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს, როგორც კონსერვაციის, ისე კომპოტების, ჩირეულის და თხილეულის. რაკარგიას აქვს ასევე ბრინჯების ხაზი, რომელიც უკვე ვახსენე და ეს ბრინჯები მრავალფეროვანია. ჩიას მარცვლები, კინოა და ასე შემდეგ. რაც შეეხება კვერცხს, რაში გამოვიყენეთ და რომელიც ასე სასარგებლოა ყველაფერთან ერთად. რაც შეეხება კვერცხს არაჟანთან ერთად ავთქვიფეთ და ჩვენი რულეტი, რომელიც დავჭერით და მოვათავსეთ აეროგრილში, შემდეგ უნდა გადავუსვათ კვერცხი არაჟანთან ერთად და ასე გამოვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი 160 გრადუსზე. უკვე რომ რაღაცას მოიწევს დღე. ხო და სუფხარჩოს დავუბრუნდები, რადგანაც 1-2 წლის წინ ათეულსში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებდა სუფხარჩო. წვნიანების საუკეთესო ჩამონათვალში, კი ბატონო. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. აბა, ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სამზარეულოში ავახმაუროთ. მზად არის. ავახმაურობა ცოტა მაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ ისე ჩუმად რუდუნებით მშვიდად ამზადებს ყველაფერს, რომ ნახე, როგორი უმარტივესი დესერტი მზად არის და თან მართლა ძალიან გემრიელია. თან არის ცილები ცავსე, ვინც ვარჯიშობს, იმათვის არის ძალიან კარგი გამოსავალი. ზემოდან ხო კვერცხი უსვია, შიგნიდან ხაჭო აქვს. არა, ზემოდან დახედა ვაჩმა. და თან არომატი ხო მოდის ცოტა შტრუდელის. ასეა.
შეგვიძლია შაქრის ფხვნილიც მოვაყაროთ. შევახსენებ მაყურებელს, რომ ბებოს ლავაში შევახუიეთ დაბლენდერებული ხაჭო, ნიგოსთან, ვაშლთან, დარიჩინთან და ცოტა შაქართან ერთად. შემდეგ ეს პატარა ნაჭრებად, საშუალო ნაჭრებად დავჭერით და ზემოდან გადავუსვით კვერცხის გული არაჟანთან ერთად და მივიღეთ ძალიან არომატული ესეთი ცოტა გრილ დღეებს რომ უხდება, სუბუქი და მარტივი და ძალიან გემრიელი დესერტი, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ზუსტად 15 წუთში 170 გრადუსზე აეროგრილში მოვამზადეთ და თან ესეთი დიდი და ტევადი აეროგრილი გვაქვს, როგორც ხედავთ. აქ კი გვაქვს მზად ხარჩო, სუბხარჩოც დიდებული და ძალიან განწმუნიანი ჩვენც ეს დიდებული წვნიანი, რომელიც 2021 წელს თუ არ ვცდები, CNN-ის 20 საუკეთესო წვნიანებს შორის მოხვდა და დღეს ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ვთქვი, რომ გონია რომ ქართულიც იქნება თქო, კიდეაჩო? კი. სუბხარჩოს რაც შეეხება, ჩვეულებრივად ხორცი. ბოდი შევთანხმდეთ, რომ მოწინავე რიგებს სიკავებს. კი ბატონო, მსოფლიო მასშტაბით შემკამათებელიც არ არის ყავს ახლა რა. ვინ გაბედავს? ვინ გაბედავს? სუბხარჩოსთვის ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი ის რომ ტყემალი არ უნდა გამოგრჩეთ, ტყემალი ძალიან უხდება და ის რომ ბრინჯი უნდა იყოს მრგვალი. იმიტომ რომ ზუსტად აი ეს მრგვალი ბრინჯი მეტი სახამებლით ასწენს იმ სიბლანტეს, რომელიც სჭირდება. კი, და აქვე შეგახსენებთ, რომ ესეთი ონლაინ მაღაზიის მისამართი აქვს Goodwill, რომელსაც ქვია Goodwill.G, არ გაგიკვირდებათ. მიწოდება ხდება როგორც ონლაინ შეკვეთის, ასევე აპლიკაციის შეკვეთისასაც სასურველ მისამართზე Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მოგაწვდით პროდუქტებს. კი ბატონო, ეს ხა დაგვრჩენია. ნუ დავაგენო. ხდეთ გემრიელად და მივიღეთ. კი ბატონო. ლიკუნას მომზადებული კერძი. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.